საგამოძიებო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის დაზარალებულს მოусმინა. ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დეტალურად გაიხსენა დაკავება, ქონების წართმევა, გლდანის ციხეში გატარებული პერიოდი, ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. გუშინ წინ შესრულდა 18 წელი, რაც მამაჩემი ქუჩაში უმოწყალოდ დახვრიტეს. მელიქიშვილის და შანიძის კუთხეში 18 ნომერთან მამაჩემი მოკლეს 3 გასროლით. ჩვენი ოჯახის მიმართ თვალთვალი ხორციელდებოდა, ძალიან დიდი ხანია. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი, ყოველკვირა დღეს იქ გავლილ-გამოვლილ. ბარათელსაც ყოველდღე უთვალთვალებდნენ. ის შემთხვევითი გარმოხვედრილა, ვინც არ იცის, გიორგი ბარათელი გახლავთ. კვლელობაში ეჭმიტანილი მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელი მოიხადა, მას უკან მოყვებოდა მკვლელი. ფირზე ჩანს, როგორ ახდენს პირველ საკონტროლო გასროლას. მელიქიშვილის და ხორავას კუთხეში მას ელოდებოდა მეორე მკვლელი, რომელმაც მოახდინა 2 საკონტროლო გასროლები. და ამის შემდეგ ავარდა შანიძის ქუჩაზე. ჩემი ღმერთწმენით, აი ეს მკვლელმა, რომელმაც აირბინა შანიძე და იგი ბოდიალა და მე გადაუხვია პეტრიარიშვილისკენ ჟავანაძის სახლის უკან ჩიხია, აი იქიდან გავიდა სამშვიდობოს. და აი ამ დროს გამოიყვანეს ბარათელი. გიორგი ბარათელმა უკვე 2012 წლის შემდეგ მოყვა, რომ 20 მაისს ჯერ კიდევ შუა დღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, სადაც ურტყეს, აწამეს, თხოვდნენ აღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. და მე თქვა, რომ მე უკვე მოკლული მეგონაო, არ ვიცოდიო, რომ ცოცხალკაცზე მაიძულებდნენო. მე იმის შემდეგ წაიყვანეს, ჩაკეტეს ფარეხში და ელოდებოდნენ შესაბამის დროს, როგორც გამოეყვანათ და მიეყვანათ იქ, სადაც მკვლელმა გაირბინა. გიორგი ბარათელმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ამ პოლიციაში, ძველი თბილისის პოლიციაში 30 პოლიციელიო მცემდაო და მაიძულებდა, რომ მეღიარებინაო გურამ შარაძის მკვლელობა, უკვე დაკავებულზე, უკვე მოკლულზე. გიორგი ბარათელმა ხელი არ მოაწერა არც ერთ დოკუმენტს, არათუ აღიარა მკვლელობა. და რა ეკნათ და მოიტყუეს, რომ იყო დაჭრილი მარჯვენა მხარში და ვერ მოაწერდა ხელს. 28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, 6 თვე დაუკლავს სააპელაციომ და უზენაესმა არც მიიღო, როგორც არ არის გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვის. პირველად გურამ შარაძის საქმეში დათა ხალაიას გვარი გაისმა 2012 წლის 19 სექტემბერს. პატიმარი გიორგი ჩიხლაძისგან, იგივე გოჩა ჩიხლაძისგან. ციხიდან გამოდის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა და ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ჩემი ჩიხლაძის ადვოკატი გაგებაში არა ვარ, წარმოდგენა არ გქონდა არც ადვოკატზე და არც იმაზე და ამბობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ უკვე მოდიოდა 1 ოქტომბერი და ღვიოდა გამარჯვების იმედი. დათა ახალაია ასე დამემუქრა, მე მოვკალი და გავასაღე გურამ შარაძე და როგორ დავგეგმე და გავასაღე გურამ შარაძე, ისე გაგასაღებ შენ თუ არ იტყვი, რასაც აიძულებდნენ. მეორე მათგანმა, რომლის სახელი და გვარი ვიცი ამჟამად, ესე იგი მელნიკოვმა, კონკრეტულად მითხრა, რომ მე უნდა დამერწმუნებინა ბარათელი, რომ მიეცა შემდეგი შინაარსის ჩვენება. კერძოდ, მასთან მივიდოდა გამომძიებელი მისივე თხოვნით და ბარათელი ჩვენებაში განაცხადებდა, რომ თითქოს გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავა. ჩვენება, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, მანვე აღმიწერა გოგა ხაინდრავას სახლის ინტერიერი. როდის შეხვდა მელნიკოვი და ეს ხდება 2009 წელს, როდესაც აი მოძრაობაა დაწყებული დიდი საკნების. ჩვენება, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, მანვე ამიღწერა გოგა ხაინდრავას სახლის ინტერიერი. მითხრა, რომ გოგა ხაინდრავას სახლს აქვს დიდი ზალა ბრჭყალებში, რომელიც გადატიხრულია ფარდით, სადაც დგას რკინის ორნამენტებიანი მოჩუქურთმებული ავეჯი, რომელზეც თითქოს გოგა ხაინდრავამ ბარათელს უთხრა, ანუ ეს ხვიჩას უნდა დაეზეპირებინა ეს ბარათელისთვის. რომ ეს მეგობრებმა მაჩუქეს და შეეკითხა, ხომ ლამაზია მოგწონს გიორგიო. ასევე ბარათელს უნდა ეთქვა, რომ გოგა ხაინდრავა გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ მისცემდა $500,000 სუფთა პასპორტს, მიიყვანდა აეროპორტში და საზღვარგარეთაც უპატრონებდა. ამასთან ბარათელი 2 წელი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ამასთან დამემუქრენ კიდეც, რომ
თუ მათ შეთავაზებაზე უარს ვეტყოდი, ჩემს შვილს დაიჭერდნენ და მაწამებდნენ. ამის შემდეგ 2 დღეში ჩემს აკანში შემოვიდა უფროსი და უსაფრთხოების უფროსი. მათ მითხრეს, ბარათელი შემოგვყავს თქვენთან და ვინმეს ხომ არ გაქვთ პრობლემაო. მე მისი საუბრიდან გამომდინარე და ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე დავწუნდი, რომ ის არ იყო გურამშარაძის კვლელი. ამის შემდეგ ჩემზე იმის გამო რომ არ შევასრულე მათი მოთხოვნები ბარათელთან მიმართებაში, განხორციელდა წამება და გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ზუსტად შემოვიდა 10 მანქანა. 10 ან 11 მანქანა იყო. ყველა სავსე, იქ იყო კუდის თანამშრომლები და პოლიციის თანამშრომლები. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა დათო ლორთქიფანიძე. დამადეს ბორკილები იქვე ყოველგვარი საუბრის გარეშე. შემდეგ დაიწყეს იმ ჩემი 3 თანამშრომლის მოყვანა უნდათ. იქ იყო ქრისტე სტირილი, იგრეს სცემდნენ, მე სხვა ოთახში ვყავდი. წყლით სავსე ბორჯომის ბოთლები, ესე ყურდან კიდევდნენ ხელს. ორი გამომძიებელი მკითხავდა და მე ბოლოში რო გავიდე მე ვუთხარ რომ მე ხელს მოვაწერ თუ ამ ბიჭებს გაუშვებთ და გადმოგიყვანეს გლდანის ციხეში მეც და ჩემ ბიძაშვილიც ლექსო მეგუთიშვილი. კარები რო გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული კარების ღრიჩოსთან, ნეტო ჰაერსას უთქავდა. და რო კარები გაიღო, ეს წამოდგა ფეხზე და რო შევხედე, მითხრა 35 ეხარო. ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს. შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთზე უარესი. არ გეძინათ 16 დღე ღამე? აბსოლუტურად. ერთადერთი შეიძლება კედელზე ხელი მიმედო და ისე მიუყუდებული ყავ. საწოლებზე წვებოდნენ მორიგეობით და იქ საწოლი ერქვა რკინის ის იყო ესე დაწნული, ესეთი ლისტები, პატარები ვინც იყვნენ საწოლქვეშა წვებოდნენ ხოლმე შპონკის ქვეშ ესე ეძახდნენ. მე დამაკლდა ამ სიტუაციაში 32 კილო. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, ცემდნენ და ისე უკან შემოვყავდი. ისიც მეფარა შლემი თუ კასკა, რა ვიცი, რაცა ქვია შლემი. მე იქ ახლა ვეღარც ნერვებს ვიჭერდი, რომ რა გინდა ჩემგან ყვიროდი რაღაცებს. შლემი გეფარათ, ცემის დროს რო არ გეყვირათ. არა, ცემის დროს არა, მე რომ თვით დაზიანება არ მიმეყენებინა, რომ კედლისთვის ან რაღაც. ეს მოხდა ერთი ხოდათ მიდრეკილება თვით დაზიანებისკენ. მიდრეკილება რომ ვეღარ უძლებდი ფიზიკურად. ჩემი ძმა მიყავთ კუდის შენობაში. შეიყვანეს ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორთქიფანიძე ლალიაშვილი არიან. ლალიაშვილის პოზა აქ ესე ზის, ფეხები ულაგია მაგიდაზე, ჩემთანაცაა გაკეთებული. აქ იარაღი უდევ რაღაც ვერცხლისფერი ბერეტა შლის საწყობს და ჩემ ძმას უთხრეს, რომ ეხლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის ტოიოტა ცენტრიო. 8 პრადოს იყიდი თუ შავებსო, გეზოში გაგვიჩერებთო და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალიო. თუ არადაო, ტრუპს გამოვიტანთო. $9 მილიონზე იყო მაშინ რა. შეიძლება სახში ამდენი ფული არ აქონდეთო, მაგრამ მიწა გექნებათ გაყიდეთო, სახლი გაყიდეთო. ჩემებს უნდა ეყიდათ 8 პრადო ციხიდან და მე გამომიშვებდნენ. ანუ ძევლად იყავ. ძევლად ვიყავ. იმ ფუქში ფლოსს ერთიგ დაძდებდი და ღამე დაწვებოდი. 10 ჭამია ფლოსტებს ეძახოდნენ, გონი 10 წლის ფლოსტები იყო და რა. 10 ჭამია ფლოსტები რა? არასდროს არ აწვდებოდა. 15,000 ლარი შემატაინეს გირაო სანაცვლოდ, გადავიხადე ბანკში ფული და გამოგვიშვეს შაბათკვირა არაფერი. დამრთეს ეტყობა ნება რომ სახში ყოფილიყავი. ორშაბათს წამიყვანეს დამიბრეკა ისე ლორთქიფანიძემ, ამიყვანა კუდში. სადღაც 2 საათიანი ჩვენი საუბრის მერე პირველად მითხრა რომ დუბაიში ჩვენ ვნახეთ $16,000 სოტკები, Land Cruiser 100 ალბათ მაშინ ეგრე იწოდებოდა. სოტკები ვნახეთ და უნდა გადაიხადო რაღაც 130 თუ 100 რაღაც მეუნებოდა. უნდა ყოფილიყავი მათე მოტორსი ვეფხვსა და მოყმის ძეგლთან იყო ისა კი ბატონო. ცენტრი რა მანქანების. გადამახდევინეს $75,000 და ეს მანქანა თვითონ გამოიყვანეს, გადააძრეს ცელოფნები, ლალიაშვილი დაჯდა და ბოლომდე იმ მანქანით დადიოდა ზურა ლალიაშვილი. ამერიკა ისევ ლორთქიფანიძემ და მითხრა რომ მე ჩემ თანამშრომელს გამოგიგზავნი, დახვდი სოფლის ცენტრში და უნდა ვიყო ტოიოტა ცენტრში. უნდა მივიდე დილის 10 საათზე და უნდა მქონოდა თან $42,000 ფული. მე $42,000 აი ხელში მიკავია, სურათები გადავაღებინე ჩემ მეგობრებს, რო ვჯდები იმათ მანქანაში და ფული რომ მიჭირავ ხელში. ეს უკვე იყიდეს მაგათ 2 Toyota Camry. მე როგორც ვიცი, ერთი დადიოდა დათო ლორთქიფანიძე, ვხედავდი და ვიცოდი, მეორეთი დადიოდა, ესე მოიხსენიებდნენ მაშინ გურჯაანი საგარეჯოს უფროსი, ვინმე ბუდაღაშვილი. 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე ხელისუფლება რო შეიცვალა, ბოლოს ის თანხა დავიბრუნე, რაც ჩემგან წაიღეს, ის ზუსტად ის თანხა თავიანთი ხელით მოვატაინე.